თბილისის მერია ექსპლუატაციაში მისაღები შენობებისთვის რეგულაციებს ამკაცრებს. მთავარი არგუმენტი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. თუ აქამდე დედაქალაქის მთავრობა გამოცხადებული სამშენებლო ამნისტიით გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა, უკვე დღეს თბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციას მკაფიო დირექტივა მისცა და ნებისმიერი მშენებლობის დეტალური მონიტორინგი დაავალა. ბოლო სამშენებლო ამნისტიით ექსპლუატაციაში 1000-მდე საცხოვრებელი კორპუსი შევიდა. შეღავათები სამშენებლო კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებით ეხებოდა. მათ შორის შენობის ექსპლუატაციაში მიღება იმ შემთხვევებში ხდებოდა, თუ დარღვეული იყო K1, K2 და K3 პარამეტრები, გადაჭარბებული იყო ავტოსადგომების რაოდენობა და დაშვებული ფართობი. რატომ გახდა საჭირო რეგულაციების გამკაცრება და რა შედეგი მოიტანა სამშენებლო ამნისტიამ? მაკა არჩევნიშვილი გიამბობთ. ვაშლი ჯვარში ვასოგოძიაშვილის 36 ნომბერში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ერთ-ერთია, რომელიც წლების განმავლობაში ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. მიზეზი არქიტექტურული შეუსაბამობა იყო. შესაბამისად, ადგილობრივები ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობას ვერ ქმნიდნენ და ისინი მუნიციპალური პროგრამით ვერ სარგებლობდნენ. თამარ დვალიშვილის საცხოვრებელი შენობის ექსპლუატაციაში მიღებას 5 წელი ელოდა. ეს შესაძლებელი მხოლოდ მერიის მიერ სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის შემოღების შედეგად. ამ პროექტის მიხედვით, რაც არის მერიის სამშენებლო ამინისტია, ჩვენ შევიტანეთ, ჩვენმა არქიტექტორებმა ვითავეთ და შევიტანეთ განაცხადი ამინისტიაზე, შემოწმდა ყველაფერი, მიიღო მერიამ ექსპლუატაციაში ჩვენი კორპუსი და რის შედეგად ჩვენ უკვე შევქმნით ბინათ მესაკუთრეობის ამხანაგობა და ამის შემდეგ გვაქვს წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე და შეგვიძლია ვისარგებლოთ ამით და ამის გარდა კიდევ რაც მთავარია, ჩვენი ქონება ყველა მესაკუთრის ვინც აქ ცხოვრობთ, გახდა იურიდიულად სრულყოფილი და უნაკლო. თბილისის მერიამ ეგრეთ წოდებული სამშენებლო ამნისტია 2023 წელს გამოაცხადა და ამ დროებითი წესის ამოქმედებით ექსპლუატაციაში უკვე 900 შენობა შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 30,000-მდე ოჯახი უკვე სხვადასხვა მუნიციპალური სერვისით სარგებლობს. 220 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი კი განხილვის პროცესშია. სამშენებლო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტია ჩვენთვის, ჩვენი შესაბამისი სამსახურებისთვის. მათ შორის არის ქალაქში მშენებლობა, დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და სანებართო პირობებთან შესაბამისობის დადასტურება. ამ კუთხით წლების განმავლობაში არსებობდა კონკრეტული სერიოზული გამოწვევები, რაც უკავშირდებოდა სხვადასხვა არქიტექტურული დარღვევების გამო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღების პრობლემას. პრევენციის მიზნით თბილისის მერია შენობების ექსპლუატაციაში მიღების წესს ამკაცრებს. მიზანი მშენებლობის ხარისხის გაზრდა. ამის გარდა თბილისის ინსპექციას მონიტორინგის გამკაცრებაც დაევალა. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ამის მიზანი მოქალაქეების უფლებების დაცვა. როდესაც მშენებლობა დასრულებულია და სამშენებლო კომპანია ვალდებულებას არ ასრულებს, ინსპექციას მათი დაჯარიმების ბერკეტიც გააჩნია. მშენებლობის ხარისხის კონტროლის და გაძლიერების კუთხით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მერიის მხრიდან დაინერგა სამშენებლო კონტროლის მექანიზმი, აგრეთვე გამკაცდა კანონმდებლობა იმ შემთხვევებში, როდესაც სამშენებლო კომპანიების მხრიდან არ ხდებოდა დროულად მომართვა ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებითაც გავამკაცრებთ ჩვენ მონიტორინგს იმ კომპანიების მიმართ, ვინც სრულად და ჯეროვნად არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და ამით გარკვეულ პრობლემებს უქმნიან იმ მესაკუთრეებს, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ კორპუსებში. თბილისის მერიის ინფორმაციით 2018 წლიდან დღემდე მუნიციპალურმა ინსპექციამ ექსპლუატაციაში 7,000-მდე შენობა მიიღო.